პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში. მოგესალმებით კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები, მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია ვარ. დღეს ვისაუბრებთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაზე. ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარი გახლავთ ნოდარ სირბილაძე, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი და ამავდროულად რადიო კომერსანტის დილის წამყვანი. პროექტში მადლობას მოგახსენებ ნოდარ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. და დავიწყოთ თემაზე საუბარი. პირველი რაც ასე ვთქვათ, სტატისტიკა გამოქვეყნდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის პირველ კვარტალში 179 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა და რაც 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. ერთი ის რომ კლება დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და მეორე რაც გვაქვს ამდენად საგან გაშვია ეს ასე ვთქვათ განვიხილავ და ჩავყვებით მას სტრუქტურულად არის ის რომ 2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიის პერიოდში 178 მილიონი იყო პირდაპირ უცხოური ინვესტიციები თითქმის თანაბარი მაჩვენებელი და რომელიმე წელს თუ უსწრებს ეს არის 2010 წელს ქონდა ამაზე 2010 წლის პირველ კვარტალში ქონდა ამ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წლევანდელთან შედარებით. დანარჩენი ყოველთვის ასე ვთქვათ მაღალი შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო. ნუ რას გვეუბნება პირველ რიგში ეს რიცხვები, რამდენად ძიმე მდგომარეობა და რომ შევაფასოთ უკეთ ჩვენი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ირაკლი და მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება სტატისტიკას სამწუხაროდ ეს რა მონაცემებიც ახლა გამოქვეყნდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციებთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, აი თქვენ შესავალში ახსენეთ რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა ინვესტიციები. აგერ საინტერესო მომენტიც არის, რომ უშუალოდ 2024 წელსაც შემცირებული იყო ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით და მაშინ მახსოვს მეც საჯაროდ განვაცხადე და ბევრმა ეკონომისტმაც, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ გაგრძელდებოდა და მომავალ წელსაც ასეთი სურათი იქნებოდა. იმდენად რამდენადაც მთელი რიგი ფაქტორები და ამ ფაქტორებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, სწორედ აი აქეთკენ მიდიოდა. ასევე სწორად აღნიშნეთ, რომ 2010 წლის შემდეგ ფაქტობრივად ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უცხოური ინვესტიციებისა, რაც შემოდიოდა ზოგადად მაღალი უცხოური ინვესტიციებით, მაღალი მოცულობით შედარებით არასდროს არ გამოვირჩეოდით. ფაქტობრივად აქ იყო რამდენიმეჯერ ამოვარდნა სტატისტიკური, როდესაც რაღაცა მსხვილი ინვესტორი ერთჯერად რაღაც პროექტით შემოდიოდა, მათ შორის იყო დროის გარკვეულ პერიოდშიც გასადენის ინფრასტრუქტურული მშენებლობა და აქ ჩაიდო ბევრი ინვესტიცია, აქვალიას მიერ GVP-ის აქციების შესყიდვა და ამანაც ინვესტიციები გაზარდა. ანუ რამდენიმე ესეთი მსხვილი ერთჯერადი მსხვილი ამ გაგებით ამ კონიუნქტურაში ერთჯერადი ინვესტიციის განხორციელებით მოვდიოდით იქამდე რომ გარკვეულ პერიოდში შედარებით მაღალი მოცულობა ჰქონდა. სინამდვილეში სიტუაცია არის ზუსტად ისეთი, როგორიც პრინციპში აქამდეც იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა ვერ იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აი თურმე ლიბერალური საგაზაფხულო სისტემა გვაქვს, ნაკლები რეგულაცია ბიზნესისთვის, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, რაღაც რეიტინგები მოყავს, რომ მოწინააღმდეგე ვართ, თითქოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მოწინააღმდეგე ვართ. აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამის პარალელურად ჩვენ უყურებთ სურათს, რომ სხვა ფაქტორები უფრო მეტად ჭარბობს, რომლებიც ხელს უშლიან უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. ეს ერთი მხარე. მეორე ირაკლი ასევე რაზეც მნიშვნელოვანია ყურადღება გამომახვილოთ, ის მოცულობა უცხოური ინვესტიციებისა, რაც ახლა შემოვიდა, ამის დაახლოებით 85% არის რეინვესტიცია. ანუ მარტივად რო ვთქვათ, არსებული ინვესტორები, რომლებსაც აქამდე ჰქონდათ გარკვეულ სექტორში ფული ჩადებული, მათ ნახეს მოგება, მაგრამ ეს მოგება კი არ გამოიტანეს და ან საზღვარგარეთ კი არ გაიტანეს, არამედ ეს მოგება ჩააბრუნეს უბრალო წარმოებაში. და შესაბამისად 85% მოდის სწორედ ამაზე. ანუ ახალი ინვესტიციის სახით ფაქტობრივად ჩვენ მოვიზიდეთ ამ 170 მილიონიდან მხოლოდ დაახლოებით 25-26 მილიონი დოლარი.
ანუ აქედანაც სავსებით კარგად ჩანს, რომ ფაქტობრივად ახალი ინვესტიცია, ახალი ინვესტორი არ შემოსულა, უფრო მეტად გარდართული ვართ იმაზე, რომ ძველი ინვესტორი რომელიც იყო, იმან უბრალოდ ეს თანხები ჩააბრუნა ისევ თავისი მოგება წარმოებაში. ანუ ეს სურათი გაცილებით ძიმეა. ბუნებრივად ცუდი იმაში არაფერი არ არის, რომ ინვესტორმა მოგება არ გაიტანა მაგალითად და ჩააბრუნა ისევ წარმოებაში, ეს კარგია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ის ტენდენცია, რომ ახალი ინვესტიცია არ შემოდის, უკვე ნათლად აჩვენებს რა სიტუაცია ქვეყანაში და მიზეზებიც ამის ბუნებრივია ნათელია ახლა თავარი განმაპირობებელი ფაქტორები რა გვჭირს ახლა და რა ვითარებაში ვართ. ნუ ესე შეგვიძლია ვისაუბროთ. კეთილი, აი სანამ მიზეზებზე გადავიდოდეთ, მანამდე ახსენე რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხდებოდა ინვესტირება და არც ახლა არის გამონაკლისი, თქვა, იმიტომ რომ ენერგეტიკაში 39 თლიანი ინვესტიციების 2025 წლის პირველ კვარტალში თლიანი ინვესტიციების 39% ენერგეტიკაზე მოდის. ნუ შემდეგ მოდის 29%-ით IT სექტორი, ნუ ეს რაც კიდევ ეკონომიკოს დაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკოს დაზე IT-ს, ასე ვთქვათ, ზრდა, თუმცა ნუ მთავარი რაც შეიძლება გამოვყოთ, რომ ეს კიდევ რაც ასე ვთქვათ ამ ინვესტიციებს აცოცხლებს და სტატისტიკას გვაჩვენებს კიდევ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გრძელდება. აი დინამიკაში რომ გადავხედოთ, გვაქვს ის ტენდენცია, რომ თუნდაც გასულ პერიოდებში რომ მხოლოდ ეს ახსენეთ კიდევაც რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებში არამედ აი რეალურ ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდა იყოს და რაღაცა პერსპექტივები მაინც მოჩანდეს აი ამ მხრივ. აი ეს პერსპექტივები პრინციპში წინა წლების ტენდენციასაც გადაავლის თვალი. ეს ტენდენციები უბრალოდ არ ჩანს. ანუ წარმოიდგინეთ უბრალოდ ისეთი სურათი და ისეთი პარალელური სამყარო ავიღოთ, სადაც ინვესტიციები და ისეთი ტიპის ინვესტორები შემოდიან საქართველოში, რომლებიც პირობითად აქ იწყებენ რაღაცა ქარხნების შენებლობას, რაღაც მრეწველობის განვითარებას, მანქანათ შენებლობას, ან სხვა მიმართულებით თანამედროვე ინოვაციური პროდუქტების შექმნას აქ უშუალოდ ქარხანებში. აი ესეთი ტიპის ინვესტიციას რა მოაქვს? ხო, ამ ინვესტიციას მოაქვს ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება, იმიტომ რომ ქარხანა შენდება ნიშნავს იმას, რომ ეს ინვესტორი არ შემოდის მხოლოდ რაღაცა 1 წლით ან 2 წლით, გარდა ამისა, გრძელვადიანი არის ინვესტირება და ბუნებრივია დამატებითი დოლარი შექმნას გრძელვადიან პერიოდში გრძელდება. უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა მოყვება ამას, იმიტომ რომ ქარხანას ფუნქციონირება სჭირდება, პირობითად სხვადასხვა საწარმოს არ აქვს ამას მნიშვნელობა, ბიუჯეტში დამატებით გადასახადი შედის, დამატებითი ღირებულება იქნება, ეს ყველაფერი ეკონომიკაზე დადებითად აისახება. მაგრამ ესეთი სურათი ჩვენ სამწუხაროდ არ ქონია. თქვენ ახსენეთ პირველ ადგილზე ენერგეტიკა, ხო, სხვა შორის ენერგეტიკა არის ის სექტორი, რომელიც ინვესტიციების შიმშილს განიცდიდა აქამდე და აი ახლაც თქვენ რო ჩახედოთ დეტალურად რატო იზრდება ენერგეტიკაში ინვესტიციები, აქაც დაინახავთ რომ ესეც ფაქტობრივად უფრო მეტად ერთჯერადი მიმართულებაა, რადგან უფრო მეტად ქსელების რეაბილიტაციას, განახლებას, მოდერნიზებას ამსახურება და არა გენერაციის ახალი წყაროების შექმნას და ახალი წყაროებში ინვესტირებას. აქეთკენ ვერ მივდივართ თელი რიგი მიზეზების გამო, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო, თუნდაც ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, ან სხვა მსხვილ ჰესებთან დაკავშირებით, როდესაც პირდაპირ კომუნიკაცია მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს შორის არ ყოფილა. ანუ ამ შეცდომებმა მოგვიყვანა აქამდე და ამ სტატისტიკას უბრალოდ რაღაც უყურებ, ესეც ფაქტობრივად ერთჯერადი, ესეც მილევადი, ეს განახდება, ეს ინფრასტრუქტურა ჩაიდო ინვესტირება და მორჩება ამით, ხო? და რეალურ სექტორში რაც შეეხება, რეალურ სექტორში ფაქტობრივად წლების განმავლობაში არ ვიცი, რამდენი რაღაცას გვაჯერებდნენ, რომ შეიძლება განხორციელებულიყო. ქუთაისში უნდა აშენებულიყო ელექტრომობილების მანქანა, მაგალითად, წარმოება უნდა დაწყებულიყო. ნაბიჯი გადაიდგა, ნაბიჯი არ გადადგმულა. აი, ამის პარალელურად სომხეთი რასაც აკეთებს პირობითად დღეს, აი ეს არის ყველაზე სწორი მიმართულება, რაც სამწუხაროდ ჩვენ გავაკეთეთ და დაგვასწრეს. იმიტომ რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nvidia, რომელიც არის თავის საბაზრო კაპიტალიზაციით სოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, Nvidia $500 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს სომხეთში და იქ შექმნის ქარხანას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაბამისი, ასე ვთქვათ, მოწყობილობების შექმნით იქნება დაკავებული და წარმოიდგინე ეს რამხელა ერთის მხრივ ამბავია სომხეთისთვის, რომ ამხელა კომპანიის ინვესტიცია შემოდის და რამხელა სიგნალია სხვა კომპანიებისთვის, რომ შესაძლებელია თუ ერთმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ ეს გააკეთა, სხვა კომპანიებიც იგივე, ასე ვთქვათ, ჯაჭვური რეაქციით თოვლის გუნდის პრინციპით განახორციელონ ინვესტირება და აი ესეთი რამე გინახავთ, ჩვენ ამის საპირწონეთ თითქოს საამიროებთან ხელშეკრულება ჰქონდა $6 მილიარდი და საერთოდ სად არის ეს რა პროცესი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, რამე ვიცით? უბრალოდ რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში და რეალობა არის პირველი ის, რომ ინვესტიციების შიმშილს ქვეყანა მუდმივად განიცდის, ახალი ინვესტორები ფაქტობრივად არ შემოდის, იმიტომ რომ 85%
ინვესტიციების სტატისტიკის მოდის რეინვესტირებაზე და მესამე რასაც მნიშვნელოვანია რეალურ სექტორში ინვესტიციები ფაქტობრივად ძალიან მცირე მოცულობით იდება და ესეც უკვე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების პერსპექტივას და კეთილდღეობის პერსპექტივას ბუნებრივია ხელს უშლის. კეთილი, დიდი მადლობა, ჩვენ რეკლამაზე გავდივართ. მცირე სარეკლამო ჭრა და კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში. როებით. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გინდა მიიღო 28 თეთრამდე ფასდაკლება საწვავზე. ახლავე გადმოწერე სოკარის განახლებული აპლიკაცია სოკარჩეო. ისარგებლე გაზრდილი ფასდაკლებით მოხმარებული საწვავის მიხედვით. თითო ლიტრზე დააგროვე 3 კოლა. მიიღე მრავალფეროვანი შეთავაზებები და აივსე საჩუქრებით. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. Silk Post-ი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. 13 ივნისს გვეწვიეთ სეზონის გახსნის საღამოზე განახლებულ პულბარში და გახდით დაუვიწყარი თავგადასავლის ნაწილი სასტუმრო ჯორჯია პალასთან ერთად. აქ გელოდება ცოცხალი მუსიკა, კოქტეილის ცეცხლოვანი შოუ და უამრავი სიურპრიზი. შეიქმნით შესანიშნავი განწყობა მზის ქვიშისა და ოქროსფერი მოგონებების ფონზე, რომელიც დიდხანს გაყვებათ. შთაგონებით, თქვენი ზაფხული აქ არის. დეტალებზე დაგვიკავშირდით 224 00. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალის ზეთი და ფილტრის სპეციალურ ფასად. Toyota Corolla, Toyota Camry და Toyota RAV4 150 ლარი. მომსახურებაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2511. Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი 116. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში. კვლავ დაბრუნდით სტუდიაში, საუბრობთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ჩვენი სტუმარი ნოტარ სირბილაძე. უკვე ჩვენ განვიხილეთ, ასე ვთქვათ, ინვესტიციების სტატისტიკა და მიზეზებზეც ასე ვთქვათ, რომ ვისაუბროთ. მიზეზები, ასე ვთქვათ, შეიძლება ნიშნულად გასაგებიც არის, თუმცა მაინც საჭიროა მის ახსნაც და ოფიციალური მონაცემით სტატისტიკურად რატომაც შემცირდა ინვესტიციები სახსტატის ინფორმაციით, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი და ეს სტატისტიკაშიც ჩანს, კლება განპირობებული იყო სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლების შემცირებით, მოკლედ სესხები და ასე ვთქვათ, მაგრამ რამდენი იყო, ხო, ეგეც უნდა ვნახოთ. ხო, ამანაც შეამცირა და მოკლედ ის რეალობა დაგვიდგა რა მაჩვენებლებიც გვაქვს. რეალურად აი რაზე შეიძლება ვისაუბროთ, ერთი არის ის ეკონომიკური მაჩვენებლები და მდგომარეობა ქვეყანაში და მეორე პოლიტიკური სიტუაცია. რამდენად მოდის თქვა თანხმედრაში და რამდენად ასე ვთქვათ, პოლიტიკურმა მდგომარეობამ კიდევ უფრო ხელი შეუშალა ინვესტიციების შემცირებას. კი ბატონო. მხოლოდ ეს მიზეზი შეიძლება ითქვას, თუ რამდენად ეკონომიკურზე, ასე ვთქვათ, ბმაში არის ერთმანეთი. კი ბატონო, აი საქსტატის განმარტებით დავუწყოთ, აბსოლუტურად სიმართლეა, ეგ სტატისტიკაში ჩანს, რა საქსტატმა გამოაქვეყნა, რომ მათ შორის კაპიტალის გადინებასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები 38 მილიონი დოლარი იყო ამ შემთხვევაში, რაც დააკლდა შემდგომში მთლიანი ინვესტიციას, მაგრამ ესეც რო არ ყოფილიყო სიტუაცია, ხო, ყველა თანხმდებით იმაზე, რომ მაინც დაბალია ინვესტიციების მოცულობა. ბუნებრივია, ინვესტიციების ესეთი დაბალი მაჩვენებელი
მთავარი ფაქტორი, რაც არ უნდა სხვადასხვა მიზეზები დავასახელოთ იქ დროის სხვადასხვა პერიოდში იყო თითქოს სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ასე შემდეგ, არანაირად არ არის ეს ინვესტიციების შიმშილის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. იგივე 2024 წელი რო ავიღოთ და იგივე 2024 წლის პირველი კვარტალი, მაშინაც ინვესტიციების სერიოზული შემცირება იყო სახეზე. აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ რეალურად თუ გახსოვთ 2024 წელს ეგრეთ წოდებული რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო დიდი არეულობა ქვეყანაში და ამ არეულობის ფონზე ეს ინვესტიციები შემცირდა. ეს არეულობა გაგრძელდა 2024 წლის ბოლოს და გაგრძელდა 2025 წელსაც. პოლიტიკური არასტაბილურობა და ქვეყანაში არსებული გაურკვევლობა ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია იმისათვის, რომ უცხოელი ინვესტორები თავს იკავებენ ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებისგან. რადგანაც ყველაზე მეტად ეკონომიკურ აგენტებს, ამ შემთხვევაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რაც აშინებთ, ეს არის ბუნდოვანება და გაურკვევლობა. სამწუხაროდ, გვინდა არ გვინდა, როგორც არ უნდა შევხედოთ, ახლაც ქვეყანაში არის უდიდესი გაურკვევლობა და უდიდესი ბუნდოვანება. თუნდაც იგივე ბიზნესის განწყობის სხვადასხვა ინდექსი რო ავიღოთ, სხვადასხვა კვლევები, რომელიც პერმანენტულად ქვეყნდება ხოლმე, აქაც ჩანს, რომ ბიზნესის განწყობა მომავლისადმი ნეგატიურ კონტექსტშია კვლავ. ანუ მოლოდინი არც თუ ისე დადებითია და ზუსტად ეს ბუნდოვანება შემოაქვს ქვეყანაში არასტაბილურ შიდა მდგომარეობას და სწორედ ამიტომ უცხოელი ინვესტორები იკავებენ თავს ინვესტიციის განხორციელებისგან. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ამ პროცესებმა კარგად გვაჩვენა, ეს არის სასამართლო. რეალურად ის პრეცედენტები, რასაც ახლა უყურებთ სასამართლოსთან დაკავშირებით, ნებისმიერ უცხოელ ინვესტორს ძალიან კარგად უჩვენებს სასამართლის ხარისხს ქვეყანაში. რა სიტუაციაა სასამართლოს და კანონის უზენაესობის კუთხით. ამ მიმართულებით პრობლემა ახლა უფრო გაღრმავებულია, მაგრამ განმეორდები, რომ აქამდეც პრობლემები და კითხვის ნიშნები იყო, იმიტომ სხვადასხვა ინდექსებსაც რომ შევხედოთ, იგივე Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსსაც ყოველთვის ყველაზე დაბალი შეფასება იქ ქონდა კანონის უზენაესობაში. ანუ აი ქონდა ჩვენ გამოწვევები, მაგრამ ეს გამოწვევები კიდევ უფრო გაღრმავდა მიმდინარე წელს, ახლა რასაც უყურებთ ყოველდღიურად, ესეც ამის ნათელი გამოძახილია. შესაბამისად, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ერთ-ერთი კიდევ მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ის გამოც ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში. ისე და ისე განმეორდები, ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ საგადასახადო წნეხი დაბალი გვაქვს, ნაკლები რეგულაციები გვაქვს ეკონომიკაში და ბიზნესის კეთება მარტივია, რაც არ უნდა ამით მოგქონდეს თავი, არა, ეს მნიშვნელოვანია, უნდა ვთქვათ პირწმინდად, მაგრამ რაც არ უნდა ამით მოგქონდეს თავი, ეს თუ არ მოვაგვარეთ, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, რაც გულისხმობს ასევე იმას, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება და გაურკვევლობის დონე შემცირებული იყოს, მაქამდე უბრალოდ აი ესეთი დეფიციტური სიტუაცია გვექნება ინვესტიციების კუთხით და ესეთი კლება. კეთილი და ინვესტიციების საკითხი რომ ამოვწროთ, რეინვესტირებაზე ასე ვთქვათ აქცენტს ვაკეთებთ და 84% შეადგინა ახლა და არც გასულ პერიოდებში იყო ნაკლები 60-დან 80%-მდე ასე ვთქვათ იზრდება და მერყევობს. და მოკედ ეს რეინვესტირება რაც გამოწვეულიყო იგივე ესტონური მოდელით 2017-დან რაც დაიწყო, აი როგორ შევაფასებთ ასე ვთქვათ ამ რეინვესტირების აი ამ ეტაპს, ამ საგადასახადო შეღავათებს, რაც ასე ვთქვათ დაწეს და რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პოზიტიური მაჩვენებელი ეკონომიკაში მწარმოებლებისთვის, რომ აი რეინვესტირების ასე ვთქვათ თანხები არ დაბეგრილიყო და დაბრუნებოდა თუ უკან. ხო, ნუ ამან რაც გვაჩვენა პირველ რიგში რეინვესტირება, გვაჩვენა უფრო ნათლად დაგვანახა ის, რომ ახალი ინვესტიციები ფაქტობრივად არ არის. ნუ რეინვესტირება რეალურად თავისი არსით გულისხმობს ხო საგადასახადო ასე ვთქვათ შეღავათებს და დაბეგვრისგან გათავისუფლებას, რადგანაც შემდგომში თუ ჩააბრუნებ ისევ შენს მოგებას წარმოებაში, აღარ იბეგრები ამ ასე ვთქვათ შენი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე. რაღაც პრინციპში რაღაც სტიმულები გასცა ეკონომიკას, გვინდა არ გვინდა, ხა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, რომ მათ შორის ეკონომიკური აგენტები, ინვესტორები ახორციელებენ რეინვესტირებას და ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ თუ არ ვსვები 50%-ზე ქვემოთ ნამდვილად არ ჩამოსულა რეინვესტირების მაჩვენებელი და მუდმივად რაც ეს ესტონური მოდელი დაინერგა, მუდმივად ასე ვთქვათ ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები შეინიშნებოდა, მაგრამ ეს აქტივობებიც გინდა ავიღოთ ან ახალი ვითომ ინვესტიციებიც, ნებისმიერ შემთხვევაში ერთ წერტილამდე მივდივარ და ეს წერტილი არის ის, რომ ქვეყანას წლები ახონდა, აქვს და სამწუხაროდ თუ ესე გაგრძელდა, ექნება ინვესტიციების მნიშვნელოვანი დეფიციტი, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ვერ აღვიქვამთ რეალურად რას უწოდებთ დიდი მოცულობით ინვესტიციების შემოსვლას. ეს ხო პირობითია, ხო? ეს არის
რაღაც 500 მილიონი წელიწადში, მილიარდი წელიწადში, 2 მილიარდი თუ 10 მილიარდი, ხო? რატომ უნდა დავარქვათ პირობითად რაღაცა 700-800 მილიონს ყოველწლიურად ინვესტიციის შემოსვლას კარგი მაჩვენებელი, როდესაც გაცილებით მეტის პერსპექტივა შეიძლება გქონდეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკი და ეკონომიკური ან რეალური საბაზრო ეკონომიკის შექმნის და არა იმ ეკონომიკური სისტემით, რითიც ახლა ვართ, რომელიც არ არის რეალურად საბაზრო ეკონომიკა. ხო, აი, აქ არის მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი, რომ რა იქნებოდა თუ ჩვენ ვიქნებოდით სწორ რელსებზე და საბაზრო ეკონომიკაზე, რაზეც არასდროს არ გადავსულვართ. იქნებ არა მილიარდი, არამედ 10 მილიარდი შემოდის და ამაზე რატო არ ფიქრობთ? ანუ რას თვლით ჩვენ დიდ მოცულობად? ხო, ეს არის სამწუხარო, იმიტომ რომ მაგალითად ხა სომხეთი რო ავიღოთ, ისე ვერჯერადად 500 მილიონი შეუვიდეს და თუ ესე გაგრძელდა, გაცილებით მაღალი შემოსავალი ექნება წლის განმავლობაში და თუ ამდენი სომხეთმა შეძლო, ჩვენ რატო არ შეგვიძლია? ანუ რით ვართ ნაკლები, ხო? ხო, თან ინფრასტრუქტურულ პროექტში არ ჩადებულა ნამდვილად ეს ფული და პირიქით მომავალიანი პერსპექტივა არის ჩადებული. ხო, აქ ეკონომიკის არასტაბილურობაზე, ასე ვთქვათ, ხაზი გაუსვი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ისაკითხო, რომ ყოველთვის ინვესტიციებზე როცა ვსაუბრობთ, ეს აუცილებლად სათქმელია და ვამბობთ კიდევაც, რომ პორტფელური ინვესტიციების სტატისტიკა საერთოდ არ გვაქვს, არა თუ მცირე გვაქვს, არამედ საერთოდ არც კი ითვლის საქსტატი და ნუ მსმენელებისთვისაც გასაგები რომ იყოს პორტფელური ინვესტიციები, ეს ნიშნავს ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიციებს და არა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ძირითად კაპიტალში და ანუ ფასიანი ქაღალდები ბირჟა არ გვაქვს ფაქტობრივად. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უნდა მიდოდეს, აი აქ სააქციო საზოგადოებებში ფულის დაბანდება და აქციებში თანამონაწილეობა უნდა მიდიოდეს და ეს სამწუხაროდ არა თუ არ გვაქვს თუ მცირე ნაწილი გვაქვს ამის სტატისტიკასაც კი არ აი ნახეთ ირაკლი საბაზრო ეკონომიკას რო საუბრობთ, ანუ ორი მდგენელია. პირველი ეს არის კერძო საკუთრება ფუნდამენტი და კერძო საკუთრებიდან გამომდინარე, როდესაც აქტივები არსებობს, აქედან გამომდინარე აქტიურდება უკვე საფონდო ბირჟაც. აქტივები უნდა იყოს კერძო ხელში, რომელიც საფონდო ბირჟაზე პირობითად დაელისტება და რაღაცა ფინანსების მოზიდვის ახალი წყარო იქნება. მოდი ახლა კითხვის ნიშანი დავსვათ. პირველი გვაქვს კერძო საკუთრება არ გვაქვს დამკვიდრებული ქვეყანაში, იმიტომ რომ რესურსების 70%-ზე მეტი არის დღეს სახელმწიფო საკუთრებაში. უბრალოდ ამოიღეთ სტატისტიკა, ვისაც არ გჯერათ, სხვადასხვა საბადოები გინდა აიღოთ, ტყის რესურსი გინდა აიღოთ, სასოფლო სამეურნეო მიწები, არასასოფლო სამეურნეო მიწები, ეს ყველაფერი არის დღეს უმეტესი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში. ანუ გამოდის, რომ ფუნდამენტი, რაც გულისხმობს კერძო საკუთრების დომინირებას, არ გვაქვს. მეორე, საფონდო ბირჟა. საფონდო ბირჟა რაღაც დე-ფაქტო თითქოს რაღაც არსებობს და ფუნქციონირებს და დღიური ვაჭრობა რამდენია, რაღაც შეიძლება საერთოდ 0 ლარი იყოს, ან თვიური ვაჭრობა 10 ლარი პირობითად, ხო? ეს სასაცილოა, 20 ლარი ხა და რაზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ გამოდის, რომ ფუნდამენტი რაც არის კერძო საკუთრება და აქედან გამომდინარე შემდგომში საფონდო ბირჟა, რამაც დამატებით უნდა წამოიღოს ინვესტიციები და ეს პორტფელიური ინვესტიციებიც, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტად შეიძლება ითქვა, იქნას აღთქმული ამ კონტექსტში ფაქტობრივად არც ერთი არ გვაქვს და სწორედ ამას ვამბობ, რომ ეხლა რაც გვაქვს, რაც არ უნდა რუდუნები თქვათ, რომ იცი რა, ჩვენ ნამდვილად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა გვაქვს. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არ არის მხოლოდ ის, რომ ნაკლები რეგულაცია გაქვს. იქ მთელი რიგი ფუნდამენტური ფაქტორებია, რაც უნდა გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ რაღაცა ვერც სახელს დაარქმევ რეალურად რა ტიპის ეკონომიკა გაქვს. კეთილი. აუცილებლად უნდა გადავიდეთ სიღარიბის მაჩვენებლებზე, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა საქსტატის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ინვესტიციები განაპირობებს, თქვა, ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკური ზრდა თავისუფლად დაკავშირებულია შემოსავლების ზრდასთან და შემოსავლების ზრდა სიღარიბეზე, ასე ვთქვათ, ამცირებს და პირიქით შემოსავლების ზრდის მოსახლეობაში. ეს არის, ასე ვთქვათ, კორელაცია. ჩვენ რაც გვაქვს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 2024 წელს, გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა 9.4%-მდე. ნუ დინამიკას თუ გადავხედავთ, პერიოდულად მცირდება, აი მაგალითად 2022 წელს იყო 15.6% და 24-ში გვაქვს 9.4% შემცირდა. ნუ რას გვეუბნება ეს მაჩვენებლები, ტენდენცია აშკარად გაუმჯობესების კუთხით მიდის. კი ბატონო, უბრალოდ აქ ლოგიკურად უნდა დავსვათ ერთი კითხვა, რატომ ხდება ისე, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება და რეკორდულ მნიშვნელზეა და რატომ ხდება ისე, რომ მოსახლეობის თავარი პრობლემა კვლავ სიღარიბია. ანუ ეს ერთგვარი პარადოქსია, ხო? სტატისტიკურად ჩანს, რომ სიღარიბე მცირდება, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ კვლავ თავარი პრობლემა მათთვის არის სიღარიბე. რეალურად ხა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს რო ვიღებ სტატისტიკურად, ნუ არ ვიცი ხა ზუსტად რამდენია, თუ არ ვწდები დოლარი და
რამდენიმე ცენტი არის, რომლის ქვემოთაც დღიური შემოსავალი თუ დღიური ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ $1 და 60 ცენტია, რომლის ქვემოთაც უკვე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, მაგრამ ეხლა ლოგიკური კითხვა ჩდება, ეს ხო ძალიან მინიმალური სტანდარტია. ამ შეიძლება ეს გადალახოს გარკვეულმა ადამიანების ფენამ. პირობითად გადალახოს იმით, რომ სახელმწიფოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ ეს ადამიანები 200 ან 300 ლარზე დაასაქმონ. ამ სტატისტიკას გადალახავენ ეს ადამიანები, ხო? მაგრამ მეორე მხრივ შევხედოთ, აბა კაი, სტატისტიკა გადალახე, მაგრამ 300 ლარი გაქვს შემოსავალი, ან 500 ლარი გაქვს, ან 600 გაქვს, ან 700 ლარი გაქვს. მაღალი ინფლაცია, რომელიც ქვეყანაში წლებია გვაწუხებს, ფასების ზრდა. აი ამას პარალელურად ეს 700 ლარი ხო რეალურად არაფერი არ ჩანს. და შესაბამისად ეს ადამიანები ხო კვლავ ღარიბები არიან. უბრალოდ იქ სტატისტიკაში რაღაცა ნიშნული გადალახეს, პირობითად რაღაცა 200 ლარის ქვემოთ თუ ღარიბი ხარ, ახლა 250 ლარი ან 300 ლარი გაქვს ხელფასი და ამით გადალახე ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღარ ხარ. სტატისტიკაში ლამაზად ჩანს, მაგრამ შენ ხო კვლავ ეკონომიკური პრობლემები, ძირითადი პრობლემები გააქვს, ხო? და აქ ასეთი პრიზმით უნდა ვუყურებდეთ და ასეთი ხედვით რეალურად, რომ შემცირდა, მაგრამ რა ეფექტი მოიტანა ამ? კარგი, სტატისტიკაში აღარ ჩანს, ხო? ანუ ეს პრობლემაა და ნუ ფართობით სიღარიბის რო შეხედოთ, ფართობით სიღარიბე პრინციპში პირიქით უკვე უფრო ნეტად ნეგატიურ სურათს აჩვენებს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ იგივე დასაქმებასთან დაკავშირებითაც, ხა დასაქმებაც და უმშევრობის მაჩვენებელი შემცირდა და დასაქმება გაიზარდაო. 200,000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მხრიდან და სავარაუდო დასაქმების სახელფასოს არ გვაქვს 400, 500, 600 ლარია ხშირ შემთხვევაში ხა მოდარო ავიღოთ ან მედიანურად მაგალითად ესეთი სურათია და ხა ლოგიკური კითხვა დავშოთ სტატისტიკაში აღარ ჩანს მაგრამ ეს ადამიანები კეთილდღეობა აქვთ უფრო მეტი გამოუსწორდათ მდგომარეობა ანუ საიდან უყურებთ ან რას ვაფასებთ ანუ ამ შემთხვევაში სტატისტიკა ერთგვარი სამწუხაროდ манипуляციის სახეა და მე საერთოდ ამ აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ხომ და არც მივიჩნევ ამ სტატისტიკას რაიმეს მდგენელად იმდენად დაბალია მისი სტანდარტი რომ უბრალოდ აღარც უნდა არსებობდეს მაშინ რა ეს გავს დაახლოებით იმას რა ქვია საარსებო მინიმუმის ამას რომელიც ასევე დრო მოჭმულია აი აქაც კითხვის ნიშანი უნდა დავსვათ ეს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი უნდა ვიხელმძღვანელოს თუ არა თუ ჯობს იგივე თუნდაც ფარდობით სიღარიბე ავიღოთ სხვა ეკონომიკური და სტატისტიკური მონაცემები ხო ნუ აბსოლუტური სიღარიბე მაინც ითვლება დაითვლება და თქვა და სტატისტიკა გამოვიყენოთ თუმცა აქ ერთი საკითხი არის ის რომ ეს ზღვარი ხა რასაც ახსენეთ საუბრობთ ზღვარი ოფიციალურად ესე არ გვაქვს დადგენილი ნუ დეცილური ჯგუფების მიხედვით ითვლიან მოსახლეობის დანახარჯებიდან გამომდინარე თუმცა არ არის თქვა მითითებული კონკრეტული თანხა პირობითად 100 ლარი ნუ უბრალოდ ეს საერთაშორისო სტანდარტი თქვი რასაც აღიარებენ ხოლმე ხო და ანუ ესეც არ გვაქვს თქვა გამიჯნული რომ ვიცოდეთ რომ აი ადამიანებმა რამდენ ლარზე ქვემოთ თუ ეს გადალახეს რა თქვენ ბრძანეთ რომ სერიოზულად ვთქვათ რომ ამ ადამიანებს ჩვენითაც შეგვიძლია ირაკლი დავაკავშიროთ ხო ხა საარსებო მინიმუმს თუ ვიღებთ ესე იგი სიგარის მაჩვენებელი სადაც ახლოს იქნება საარსებო მინიმუმ ანუ საარსებო მინიმუმზე მაღალი არ იქნება პირობითად ხო და თუ 200 ლარია საარსებო მინიმუმი 300 ლარი შემოვისად თვიური 300 ლარს არ აცდება 300 ლარს დაბალი თუ ესე იგი ღარიბია ის ადამიანი მაგრამ იგივე სცენარი მიდის აქაც 350 ლარი გაუხდა და ეს სტატისტიკა გადალახა აღარ არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებაში მაგრამ ეს ადამიანი გამდიდრდა თუ ღარიბია ის რეალურად ამ პრობლემას აი აქ არის სტატისტიკა ერთი რაც არის ბოლო მონაცემებით 2022 ვამბობთ მაგრამ ბოლო მონაცემები რაც აქვს აქ და ნუ გაერო სტანდარტებით რაც დოლარზე ასე ვთქვათ გადაყვანეთ ანგარიშობენ დღიური ნუ ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური იყო $2.15 აზე ნაკლებიც 4.3%-ს აქვს მოსახლეობის და ნუ ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია არც $2 არის მაღალი მაგრამ 4.3% დაბალი მაჩვენებელია მაგრამ აი $6.85 თითქმის $7 დღიურად $7-ზე ნაკლები მოსახლეობის 47.7%-ს ჰქონდა ეს ყველაზე ზედაზღვარია ერთი სტატისტიკურად და გასაგებია და მაღალი პროცენტი უნდა იყოს თუმცა $7-ზე ნაკლები დღიურად როცა გაქვს და ეს 47%-ია მე პირადად ვთვლი რომ მაღალი მაჩვენებელი არის მიუხედავად იმისა რომ $7-ზეა საუბარი დღიურად ბუნებრივია ხო ამ შემთხვევაში მოსახლეობის დიდი ნაწილის $15-ზე ცოტა მეტი გააჩნია 2022-ში თუ გადავიღოთ მაშინ ძელ კურსთან დაკავშირებით კი აბსოლუტურად ეთახმები მაღალი მაჩვენებელი კეთილი და აი ერთი რომ შემოსავლების ნაწილზე აქცენტი გააკეთეთ და მეორე ეს ინფლაციის მაჩვენებელი რომელიც ასევე პირდაპირ კავშირში მოდის რადგან ინფლაცია ჭამს ამ ჩვენ შემოსავლებს და ინფლაციაზეც აუცილებლად ანალიზი გავაკეთოთ იმიტომ რომ ახლა ბოლო მონაცემი რაც იყო მაისში 2025 წლის მაისში 3.5% შეადგინა ინფლაციის მაჩვენებელმა
მაინც დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მზარდი ტენდენცია ახასიათებს წინა თვეებთან შედარებით. აი ამაზე რა შეიძლება ითქვას და რამდენად აი მომდევნო პერიოდებში პროგნოზებზე როცა საუბრობენ, რამდენად გაუარესებისკენ შეიძლება წავიდეს და რა. ის რა არის ირაკლი, ხა აი ინფლაციის მაჩვენებასაც რო უყურებთ, ჩემი აზრით მთლად ბოლომდე ხალხის გაჭირვებას ესე გადმოცემული სტატისტიკაც არ ასახავს, იმიტომ რომ თუნდაც ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფი და პროდუქტი რა ვიღოთ, რაღაცა მინიმალური ფასის მდგენელს იღებენ, რომელიც ერთ ან ორ ლოკაციაზე შეიძლება იყოს და ამ ლოკაციების იქით პირობითად უფრო მაღალი ფასი იყოს და შესაბამისად ეს 3.5% კი არ იყოს ინფლაცია, უფრო მაღალი მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ახლა მიზნობრივ მაჩვენებელთან შეიძლება ახლოს არის, მაგრამ თვეების დინამიკას რო შეხედოთ, ინფლაციის ზრდის ან ფასების ზრდის ტემპი არის დაჩქარებული და მოსალოდნელიც არის სხვა კვლევებით, რომ ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მაგრამ არა მხოლოდ ამ პერიოდში ხო არ შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ეკონომიკურ მონაცემებზე, მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად ერთწლიან ჭრილში, ხო? აი ბოლო 5 წელიც რო ავიღოთ და დავინახოთ ინფლაციის სტატისტიკა, ნამდვილად კარგად ჩანს რამხელა ფასების ზრდა. ოღონდ ეს საშუალო მაჩვენებელი, მაგრამ აი კონკრეტული ჯგუფებიც რო ავიღოთ, სურსათის ჯგუფი მაგალითად, სურსათის ჯგუფში გაცილებით მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი ამ 5 წლიან ტრენდში, ვიდრე მაგალითად არსებული ინფლაციის დონე. და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ იმდენად რამდენად თავარი პრობლემა არის სიღარიბე ჩვენთან ქვეყანაში და თქვენც ახსენეთ იგივე შემოსავალთან დაკავშირებით 57%-ს რაოდენობისთან ხავთ, მათი მთავარი სამოხმარებლო კალათა შედგება სწორედ სურსათისგან და ყველაზე მეტად სწორედ სურსათი ძვირდება. აი ახლა რო შეხედოთ იგივე ზაფხული მოვიდა სეზონურობასთან დაკავშირებით, რა ფასი აქვს მაგალითად ხილს, ხორცს და ასე შემდეგ, ხო? აქაც ინფლაცია საოცრებით მაღალია. ანუ გამოდის რომ ის ტრენდს, რასაც უყურებთ, ინფლაცია ყოველთვის არის სამწუხაროდ მიზნობრივს ზემოთ, ან მთლიანი ტრენდი რო ავიღოთ, რაც პირველ რიგში იწვევს იმას სწორედ რომ მოსახლეობის ყიდულობით უნარს ასე თქვა ჭამს. ანუ ეს სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაღაცა შეიძლება გაგეზარდოს ხელფასი 50 ლარით, მაგრამ ამავდროულად ხარჯები, ყოველთვიური ხარჯები, სამოხმარებლო კალათა გაგეზარდოს ეს ხარჯები 20 ლარით, ხო? ანუ რეალურად შეიძლება 30 ლარი ქონდეს რეალური ზრდა ხელფასს. ან შეიძლება ისე იყოს საერთოდ რომ ხელფასი გაგეზარდოს, მაგრამ შენი სამოხმარებლო კალათაც ფასის ასე გაიზარდოს. ანუ შენი კეთილდღეობა იგივე რჩება მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი გაგეზარდა. ან შეიძლება არ გაგეზარდოს ხელფასი და ინფლაციამ შეგიჭამოს ის, რაც აქამდე ქონდა. სამწუხაროდ აი ეს ტენდენციაა 5 წლის განმავლობაში და მეორე ამბავი არის ასევე და ეს კონტექსტის გასათვალისწინებელია ერთი ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რამდენად ექნება მას შესაძლებლობა ინფლაცია მოთოკოს და მეორე ის საგარეო მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, აი ესეც შეიძლება სერიოზულ გამოწვევად იქცეს იგივე. აი ამ თემებზე აუცილებლად გავაგზავნოთ საუბარი, რეკლამის დრო არის და მცირე სარეკლამო ჭრა კვლავ და რეკლამის შემდეგ კვლავ დაბრუნდებით სტუდიაში თემაზე საუბრით. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. 14 ივნისს სასტუმრო პულმან აქსის ტაუერში Global Idea და Financial-ი წარმოგიდგენთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდების დაჯილდოებას. საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო კომერსანტი FM 95 და 5, ჟურნალი გლოსი და ონლაინ გამოცემა პუბლიკა. საუკეთესო დასასვენებელი კომპლექსი სპა რეზორტი კოლხი და ურეკში ოჯახებისთვის, სპორტსმენებისთვის, ახალგაზრდული შეკრებებისა და კონფერენციებისთვის. სექტემბრის ფასდაკლებული ფასებით გეპატიჟებათ. ფასი მოიცავს სამჯერად კვებას შვედური მაგიდით. ღია აუზებს როგორც ბავშვების, ასევე დიდებისთვის. საკუთარ პლაჟს, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სათამაშო მოედნებს, მაგიდის ტენის, ბილიარდს, ცოცხალ მუსიკას, ანიმატორებსა და გასართობ ღონისძიებებს თქვენი პატარებისთვის. კოლხი და ურეკში. დაგვიკავშირდით 599 20 54 52 599 20 54 45. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში.
ვალდაბრუნდით სტუდიაში ვაგრძელებთ თემაზე საუბარს და ინფლაციას ასე ვთქვათ განვიხილავდით და პოლიტიკას, რა პოლიტიკაც უნდა გაატაროს ერთის მხრივ მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკა და მეორე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. რას გვიჩვენებს ეს წლების განმავლობაში, რამდენად ასე ვთქვათ მართებულია, რა უნდა გააკეთდეს რეალურად და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი გვეთქვით, რომ 3.5%-ია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ძალიან ახლოს დგას, 0.5%-ით არის მხოლოდ მეტი. და პოზიტიურად შეაფასებდა. ჩვენ როგორ შევაფასებთ ეროვნული ბანკის ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილებებს? კი ბატონო, ეხლა შეიძლება გონიათ ამ ადამიანებს რომ მოკლე მახსოვრობა გვაქვს, მაგრამ მოკლე მახსოვრობა ნამდვილად არ გვაქვს და კარგად ვიცით ყველამ რაოდენ დიდი სიმძიმეები გავიარეთ გასულ წლებში, როცა ორნიშნა ინფლაცია ჰქონდა სამწუხაროდ ქვეყანაში. შემომისად ამან უკვე ზოგადად კითხვის ნიშნები წარმოშვა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. არ ვიცი, მე გავიხსენებ, ხა ძალიან კარგია რომ მივყვეთ ფაქტებს, რეალურად ეროვნული ბანკი რას აკეთებდა. ხო, მე გავიხსენებ კიდევ პანდემიის პერიოდს. პანდემიის პერიოდში, როდესაც გამოცხადდა მთავრობის მხრიდან რომ ისინი იწყებდნენ ანტიციკლურ დისკრეციულ ფისკალურ პოლიტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ ხარჯვით ნაწილს კიდევ უფრო მეტად გაზრდიდნენ. აი ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკისთვის ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ ხარჯვით ნაწილი იზრდება, გამოწვევები და შემოგვიწყდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამკაცრება. მაგრამ გამკაცრების მაგივრად პირიქით თუ არსებობს დააკლეს, ან იგივეს დატოვეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. სურათი დადგა ის, რომ მივიღეთ შემდგომ წელს უკვე მაღალი ინფლაცია და ერთი საინტერესო არგუმენტი იცით რა იყო, რომ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ხელი არ შეგვეშალაო. როდის აქეთ არის ეროვნული ბანკის ლეგიტიმაცია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა? ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავენ პოლიტიკა და არა ეროვნული ბანკი. პოლიტიკა და იგივე მთავრობა, რომელიც მოდის თავისი ჩარჩო პირობების და არა ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკს თავარი მოვალეობა რაც აქვს და რაც შესრულებისკენაც უნდა იყოს მიზანსწრაფული, ეს არის სწორედ ფასების სტაბილურობა და ამის უნდა გააკეთოს მან რეალურად ყველაფერი. სხვა ყველა დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი. გარდა ამისა, ფულის მასის ზრდასთან დაკავშირებით, როდესაც წლების განმავლობაში ესეთი მაღალი ზრდა იყო ეკონომიკის შემცირების მიუხედავადაც კი ისე პანდემიის პერიოდს დაუბრუნდეთ, გვახსოვს რა ასე ვთქვათ სურათიც მივიღეთ. ანუ ეროვნული ბანკის ქმედებები რიგ შემთხვევაში არათანმიმდევრულია და მეორე მხრივ მის სუვერენობას დამოუკიდებლობის ხარისხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახლა მაგალითად ეს დადგა სწორედ არის თუ არა ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი. იგივე თქვენ თუ ნახეთ არ ვიცი IMF-ის ბოლო შეფასება IMF-იც ფაქტობრივად დავარცხნა და ლამაზად გვეუბნება იმას, რომ ეროვნულ ბანკმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს თავისი დამოუკიდებლობისთვის, უფრო მეტად დამოუკიდებელი რო გახდეს. იგივე ნათია თურნავას მთავრობის გუნდიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გახდომას და ასე შემდეგ, ესეც მის დამოუკიდებლობის ხარისხს კითხვის ნიშნებს უქმნის, რომ აღარაფერს ვარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო წესი რაც შეიქმნა. ანუ ეხლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია, როცა ეროვნულ ბანკზე ვსაუბრობთ, რადგანაც მოსახლეობას ფაქტობრივად დობა ისეთი არ აქვს, როგორც შეიძლება აქამდე ქონოდა ეროვნული ბანკის მხრიდან. ეს რატოა მნიშვნელოვანი? ხო, თუ ცენტრალური ბანკის მხრიდან დობა ადამიანებს არ აქვს, მაშინ გამოდის, რომ ცენტრალური ბანკის პოლიტიკა, როცა დასჭირდებათ გაატარონ ანტიციკლური პოლიტიკა, მაგალითად მონეტარული ინფლაციის შემთხვევი, მოსახლეობას რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ ექნება. არ ექნება იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არ ენობიან ცენტრალურ ბანკს და მთლიან ორ ტრიალში ვართ რეალურად. ამიტომ ორი მთავარი ამბავია ინფლაციასთან დაკავშირებით, რომ დაუბრუნდეთ. ერთი არის დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად რამდენად აისახება ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოსახლეობის ქმედებებზე და მეორე ამბავი არის თვითონ პოლიტიკის ნაწილი, რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა მიმდინარეობს. მე ისიც არ მესმის, მაგალითად, აი აქამდეც მაღალი ინფლაცია რო ქონდა, ამბობდნენ, რომ გავამკაცრეთ ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და კვლავ ინფლაცია მაღალია, მაგრამ ხო გავამკაცრეთ და მეტი რა გავქნათ, ხო? კი, მაგრამ გაამკაცრე, მაგრამ რეფინანსირების შესახები კვლავ იზრდება. ანუ ფული გააძვირე, მაგრამ ფულზე მოთხოვნა ისევ მაღალია. უფრო და უფრო მზარდი ტენდენცია აქვს და რანაირად გააკაცრე, ანუ რანაირად გაატარეს სწორი ისევ და ისევ თავისი გადმოსახედიდან რა პოლიტიკასაც მისდევს. ხო, ამიტომ დიდწილად ხა რაც ანუ საგარეო შოკებზე ვისაუბრეთ, შეიძლება ამასაც გარკვეული კონტრიბუცია გქონდეს, შეიძლება ამას გქონდეს, მაგრამ აი ინფლაცია როცა მაღალია ეს დავაბრალოთ სადღაცა არგენტინაში ვიღაცა მებოსტნემ მოიყვანა კომბოსტო ცოტა მაღალ ფასად და ამის გამო ჩვენთან ინფლაცია არის, აი ესეთი არგუმენტებით ვიმოძრაოთ, ეს არგუმენტები სწორი არ მგონია, ანუ უფრო მეტი არგუმენტი არის აქეთ ხარის პოლიტიკის ნაწილში რამდენად სწორად ვარ და სამწუხაროდ გამოწვევები რაც ვახსენე არ ახალია და გვაქვს წლების განმავლობაში. ახლაც ხა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, აი როგორც გითხარით, IMF-ის განცხადება იყო ამის კულმინაცია, რომელსაც რჩევასავით მოგწევს რომ დამოუკიდებლობაზე თქვენ სამუშაო გაქვთ.
კეთილი, თუმცა აი რეფინანსირების განაკვეთის ზრდას რაც შეეხება, ეს ასე ვთქვათ, მტკივნეული საკითხი არის მოსახლეობისთვის ძირითადად იმათი სესხები, ვისთვისაც ასე ვთქვათ, ეს რეფინანსირების განაკვეთი და მიბული არის მისი სესხები და თუმცა აქაც ეს პოლიტიკური ნაწილიც არის, გარდა იმისა, ვთქვათ, ეკონომიკური ნაწილის შევეხებით, რომ ძალიან ასე ვთქვათ, სენსიტიური არის, განსაკუთრებით ამ პერიოდში, განსაკუთრებით ესეთ ეკონომიკურ სიტუაციაში ქვეყანაში, კიდევ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე ვილაპარაკოთ და ალბათ ყველაზე მკაცრი მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობა უნდა იყოს, რომ ამაზე იფიქროს ეროვნულმა ბანკმა. აი ამ მხრივ ამდენად ასე ვთქვათ, გონიურული ნაბიჯი იქნება ის, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს. მიმდინარე ეხლა არ გვიდგას ეს პერიოდი, თუმცა წინა პერიოდებზე ვსაუბრობ. აი წინა პერიოდებში ამის საჭიროება ისევ და ისევ რაც პანდემიის პერიოდში იყო, ახლა მაინც არ არის ეს საჭირო. გეთანხმები ირაკლი აბსოლუტურად ხა სესხების სტატისტიკას რო ჩავხედოთ, თორცები 170,000 სესხი არის იპოთეკურ სესხებზე მიბმული და ბუნებრივია სესხი უძვირდებათ ადამიანებს და ეს მათთვის არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ მის თუ ტურბულენტობა მოხდა და ინფლაციაო კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ეს არანაკლებ მძიმე იქნება, ამიტომ გარკვეულ პერიოდში ესეც გადაწყვეტილება საჭიროა, მაგრამ ამ ადამიანებმა, რომლებსაც ესეთი მტკივნეული რაღაც პოლიტიკა შეეხებათ, კითხვა უნდა დასვან აქამდე როგორ მოვედით პირველ რიგში. თქვენ გინახავთ სადმე რომ მოსახლეობა გაბრაზებულიყო, ან გარკვეული პროტესტი გამოეთქვა ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ინფლაცია არ ყოფილა ხო ესეთი რაღაცა. მაშინ კითხვა ჩდება, რომ ჩვენ რატო არ ვეძებთ საწყისებს პრობლემის, რის გამოც ჩვენ გქონდა ფასების ზრდის მაღალი ტემპი, ხომ? რატომ არ ვითხოვდით რეალურად პასუხს აქამდე, ან რატო არ უსმენთ რაღაცა ეკონომისტებს, რომლებიც მსჯელობდნენ ამ თემაზე, ხო? ბუნებრივია, ხა ჩვენ არ ვინტერესდებოდით ამ თემის და არც ახლა არ ვეძებთ ასე ვთქვათ, სტარტი სად არის ამ პრობლემის, თორე თუ ეს ხა ტურბულენტურ მიმართულებით გადაიზარდა, კი იცით, ამას რაც შეიძლება მოყვეს ახლა შემდგომში და შესაბამისად ეს გამკაცრება სწორედ ხა თურქეთი არის ხო ამის კარგი მაგალითი ჩვენ მაყურებელსაც რო უთხრათ ერდოგანს ჯეროდა მაგალითად ის რომ და რამდენი პრეზიდენტი დაითხოვა პოსტიდან ეროვნული ბანკის ერდოგანს ჯეროდა მაგალითად ის რომ თუ უფრო რბილ პოლიტიკას გაატარებდა ანუ დაბალი ექნებოდა რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის საპასუხოდ ამით უფრო მეტად მოთოკავდა ინფლაციას მაგრამ ამან ვერ იმუშავა და ფაქტობრივად ჰიპერინფლაცია იყო თურქეთში და ახლა ცებრძვიან თურქეთში ინფლაციას ხო 100%-საც კი მიაღწია ინფლაციამ წარმოგიდგენთ ერთი წლის განმავლობაში თქვენი კალათა რო 100% გაზრდიდეს ანუ მაგალითად რაღაცა 500 ლარის თუ ერთი წლის 500 ლარის პროდუქტი გჭირდებოდათ ყველაფერი მთელი თვის მარაგი მეორე წელს რო 1000 ლარი დაგჭირდეთ აი დაახლოებით ესეთი სურათია და გვაჩვენა თურქეთმა ეს ეგზოგენურად მაგრამ ისევ და ისევ განმეორდები რომ თუ ეს მტკივნეულია და ნამდვილად მტკივნეულია მაშინ საწყისებზე უნდა ვეძიოთ რატომ დაუშვით ინფლაცია ეს ხომ არ არის რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი ერთწლიანი ან ორწლიანი ეს ხომ მრავალწლიანი პრობლემაა რაც ჩვენ მუდმივად გავაწუხებს და კვლევებშიც ფასების ზრდა მუდმივად არის თან მით უმეტეს საქსტატის იქით გონია რომ გაცილებით რთული სურათია თან საქსტატში არის რაღაცეები რაც არ ჩანს აი მაგალითად უძრავი ქონების ქირაობა მაგალითად ჩანს მაგრამ არ ჩანს ხო მაგრამ ესეც ხო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხო ან იგივე რა ვიცი კომუნალური გადასახადებიც გარკვეული ნაწილი მაგრამ აი თავარი იგი უძრავი ქონება რო ავიღოთ პირობითად ქირით არის ადამიანი ხო მის ცხოვრება როგორ უარესდება ან მაგალითად ადამიანი რომელიც ყიდულობს და რაღაც ბინები ძვირდება ხო ესენია ინფლაციაში არ ითვლება მაგრამ ესეც ხო რეალურად ფასების ზრდაა ხო ესეც ხო მტკივნეული პროცესია ხო ანუ სურათი ფართო ჭრილში რო წარმოვიდგინოთ გაცილებით მძიმეა ვიდრე ეს სტატისტიკა რომელიც ჩვენ გვაქვს და აქ უნდა ვეძებოთ სწორედ ეთგვას საწყისების საიდან მომდინარეობს ეს პრობლემა რეალურად კეთილი ნოდარ და აი ბოლოს დავასრულოთ უკვე ეკონომიკური ზრდით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, რომელიც აპრილში ქონდა 7.5%, წინა თვეებთან შედარებით კლება გვაქვს, თუმცა მაინც 7.5% ჩვენი ტენდენციებიდან გამომდინარე, მაინც მაღალ მაჩვენებლად ფასდება. პირველი მიზეზებზე რატომაც ასე ვთქვათ, გვაქვს შედარებით მაღალი პროცენტულად მაღალი ასე ვთქვათ ეკონომიკური ზრდა და მიზეზები რატომაც შეიძლება ვისაუბროთ, რომ მიმდინარე პერიოდში ეტაპობრივად ეს თვეები მცირდება ეს ეკონომიკური ზრდა რა ასე ვთქვათ გამომწვევი მიზეზები შეიძლება საუბარი. მე მაინც გონია პირველი ის წინა წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა ქონდა და მიგრანტების ეფექტი აქ იყო, იმიტომ რომ ეხა თლიანში და პროდუქტის დანახარჯების მიხედვითაც რო შევხედოთ, ეგრეთ წოდებული სიკერძო დანახარჯებიც გაზრდილია და ბუნებრივია ეს ადამიანები რო შემოდიან და აქ ფულს ხარჯავენ, ესეც ასე ვთქვათ დანახარჯებიდან დამომდინარე ითვლება და ეს ერთობლივი მოთხოვნის ზრდა, ანუ რეალურად ამ ადამიანების შემოსვლამ, ანუ პარადოქსი ერთგვარი რომ ომის
შედეგად, რაც ხდება რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში, შემთან შემოვიდნენ ემიგრანტები, მათი მოთხოვნის საფუძველზე ამას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკაზე. გარდა ამ ნაწილისა, ეკონომიკურ ზრდაზე როდესაც ვსაუბრობთ, აი მიმდინარე წელსაც თუნდაც, გარდა ამ ნაწილისა შეგვიძლია ექსპორტის პარამეტრებსაც შევხედოთ, ექსპორტის ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ექსპორტის ზრდა საიდან გამომდინარეობს, ხო? იგივე ავტომობილების ზრდა, ახლა წინა პლანზე იახტების რეექსპორტის წამოვიდა. ეს ყველაფერიც რეალურად ჩვენი მხრიდან გადის რუსეთში. ანუ ესეც ერთგვარი ეფექტია, რაც არის. გარდა ამისა, სამწუხარო არა, ამასთან დაკავშირებით რეალური განმარტებები არ გაკეთდა, კი გასაგებია ირაკლი რა მიზეზებზეც არის და რა სფეროების ზრდაზეც, მაგრამ საიდან მოდის ეს ზრდაც, ხო? აი თუნდაც იგივე მიმდინარე წლის იანვარში ბიზნია ივანიშვილის მხრიდან ოფშორების კანონის შესაბამისად აქ გარკვეული აქტივების კაპიტალის ჩამოტანა, ახალი კომპანიების დარეგისტრირება. ანუ რეალურად აქ უნდა დავსვათ კითხვის ნიშანი, რომ აქ რო დარეგისტრირდნენ ეს კომპანიები, შესაბამისად მათ საქმიანობა გრძელდება და შესაბამისად უკვე ჩვენ იურისდიქციაში არიან და შესაბამისად მათ მიერ შექმნილი მომსახურება ან საქონელი ემატება ჩვენს ეკონომიკას. ამასაც შეიძლება ქონდეს დიდი გავლენა. უბრალოდ ვერ ხვდებით ახლა რა ხელა ეფექტი ქონდა აი ამ ყველაფერს, რაც გულისხმობს ახალი კომპანიების დაფუძნებას. ან ბევრი ფაქტორია, მაგრამ საბოლოო ჯამში სურათი რაც გვაქვს, ხა პროგნოზის გაკეთებაც რთულია. მაგალითად დღეს ვადარებდი მსოფლიო ბანკის პროგნოზსა და IMF-ის პროგნოზს. მსოფლიო ბანკის პროგნოზი პირიქით შემცირებულია 5.5%-ის ფარგლებში, IMF-ის პროგნოზი არის დაახლოებით 7%-ის ფარგლებში, მცირედით აღემატება. ანუ აქაც კითხვის ნიშანია, რომ რატომ არის რეალურად ამ ხელა განსხვავება. თუმცა ისე და ისე ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო და ეს ზრდაც რო ქონდეს, მაინც დაბალი ზრდა, 7%-იანი ზრდა, რაც არ უნდა თქვა, რომ ჩვენი პოტენციალი არ მხოლოდ 5%, 6%, 7%, პოტენციალს რითი ვაფასებთ, ეგ არის პრობლემა. პოტენციალი არ მგონია რომ არის ეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ თლიან აქტივებს, რაც ქვეყანაში გვაქვს, ჩავუშვოთ ეკონომიკაში, პოტენციალი გამოვა გაცილებით დიდი, ვიდრე ეს სურათი გვაქვს. ასე რომ აი ეს ფაქტორები არის, მოკლედ, რაზეც კითხვის ნიშნებია ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. კეთილი, დიდი მადლობა ნოდარ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ნოდარ სირბილაძე, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი, ამავდროულად რადიო კომერსანტის დილის გადაცემის წამყვანი. მე გახდით ამ გადაცემის წამყვანი ირაკლი მაკალათია. მომდენო გადაცემამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. პროფესიონალები რადიო კომერსანტის